მინდა ვინმე სახელად მირზა ბათუმელს უპასუხო რა, რომელმაც წარეთ შეურაცხყოფა მიაყენა სამშობლოდან დევნილ ძმებ დავით და ერმილე ნემსაძეს. აი მე იმ კაცის დედა ვატირე მირზა ბათუმელის სახით, ვინც სამშობლოდან მოწყვეტილს არა საკუთარი კეთილდღეობისათვის, არამედ სამშობლოს ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქართველი ერის კეთილდღეობისათვის მოწყვეტილს დევნილს შეურაცხყოფას მიაყენებს რა. მე ერთი რამე მინდა უთხრა დავითს და ერმილეს. სიმართლისათვის დევნილი ნეტარ არიან, ჩემო ძმაო, და ესეთი ახურები, აი ეს სუსის ვირთხები რა, სახელმწიფო უშიშროების ვირთხები, როგორიც არის, აი ეს სახეზე ეწერა რა, აი მირზა ბათუმელს და თან მერე ფარად იყენებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს. ჯერ ერთი ღმერთმა უჩაგაგდოს დავით ნემსაძეს სიტუაციაში მოწყვეტილი დევნილის სამშობლოს, რომელმაც საკუთარი გამზდელი მამა ვერ დაიტირა, ცრემლი ვერ გაატანა. შენი დედა ვატირე მე შენი და მერე ერთხელ თუ დაგისვია ან შენ ან ეგრეთ წოდებულ პატრიარქების დამცველებს კითხვა პატრიარქისთვის, ერის მამისთვის, როგორც შენ უწოდებ, ერს თუ მამა ყავს, ერი 33 წელია, რატოს ღაფავს სიღარიბეში სულს, ერთადერთ მართლმადიდებელ პრეზიდენტსა და უმაღლეს მთავარ სადგარს განუდგა გვერდზე პატრიარქი და საპატრიარქო და ბანფორმირებების კიტოვანისა და ჯაბაიოლესიანის მხარეს დაუდგა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ძნელჟამობისას. ავაზაკი შევარდნაძე ჩამოათრია და ქართული სახელმწიფოებრიობის გრევა დაიწყო და ქართველი ერი მის მერე სულს ღაფავს სიღარიბეში. თუ ერს მამა ყავს, რატო ღაფავს ერის სიღარიბეში სულს და ქართული სახელმწიფოების გრევა